ავტომობილი, რომელიც ნამდვილი მამაკაცებისთვის შეიქმნა. დღეს ჩვენ ჯიპ ვრანგლერზე ვისაუბრებთ. ვრანგლერი 1970 წლიდან იწარმოება, თუმცა სამოქალაქო ავტომობილი ის მხოლოდ 1987 წლიდან გახდა. ეს არის ოფროუდის მონსტრი, ავტომობილი, რომელიც არც ერთ გზაზე არ დაგტოვებთ. მისი ვიზუალი კი ყველა სხვა ავტომობილებისგან გამორჩეულია. მცირე ვიზუალური ტუნინგი კი ამ ავტომობილს ნამდვილ აგრესიულ მონსტრად აქცევს. 2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ეს ავტომობილი ტექნიკურად ზუსტად ერთი და იგივეა. თუმცა ვიზუალში სხვაობა 2013 წლის რესტაილინგთან ერთად მოხდა. სალონი ბევრად საინტერესო და ლამაზი გახდა. მას შემდეგ იცვლებოდა მხოლოდ სიჩქარეების დაფა და მონიტორი, რომელიც 2024 წელს საკმაოდ დიდი ზომის და კარგი ხარისხის გახდა. ვრანგლერის სავალ ნაწილს დიდი განხილვა არ ჭირდება. ის უგზოობისთვისაა შექმნილი და უძლებს ნებისმიერი სირთულის გზას. რაც შედარებით სუსტია, ეს მისი საჭის მექანიზმია. ის არც ისე იშვიათად გამოდის მწყობრიდან, თუმცა ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია და არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ვრანგლერის იდეა იყო ის, რომ ეს უნდა ყოფილიყო ძალიან გამძლე უგზოობის ავტომობილი და გადაცემათა კოლოფების მხრივ ჯიპმა სწორი არჩევანი გააკეთა. 2007-დან 2018 წლის ჩათვლით ვრანგლერი აღჭურვილი იყო 5 სიჩქარიანი კლასიკური ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც ჯიპს მერსედესმა დაუმზადა. რამოდენიმე წელიწადში ერთხელ მასში მხოლოდ მართვის პროგრამა იცვლებოდა, თუმცა ეს გადაცემათა კოლოფი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. მას არ ახასიათებს არანაირი პრობლემები და თუ მასშიც დროულად შეცვლით, მისი რესურსი 9 მილიონზე მეტი იქნება. 2019 წლიდან კი დრო მოვიდა ამ ლეგენდარული გადაცემათა კოლოფის პენსიაზე გაშვების და ჯიპში ახლის შერჩევაშიც არ შემცდარა. 2019 წლიდან დღემდე ვრანგლერი აღჭურვილია ჩვენთვის კარგად ნაცნობი გერმანული ZF8. მისი წინამორბედის მსგავსად, ეს გადაცემათა კოლოფი ძალიან გამძლე და უპრობლემოა. უძლებს ნებისმიერ დატვირთვას და უხეშ ექსპლუატაციას. მთავარია მასში ზეთის დროული შეცვლა. ძრავებიდან ყველაზე პატარა ეს 2.0 ტურბო ბენზინის ძრავია. ისინი 2019 წლიდან ვრანგლერებში შეხვდებათ. ასევე ისინი წყვილშია ჰიბრიდულ სისტემასთანაც. ამ მოკლე პერიოდში ამ ძრავებმა უკვე გამოავლინა რამოდენიმე სისუსტე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ზეთის და ანტიფრიზის შონოა. ასევე ძრავზე დატვირთვის შემთხვევაში ის ვერ ახერხებს სათანადოდ გაგრილებას. ამიტომ ოფროუდის მოყვარული თუ ხართ, თავი შეიკავეთ ამ ძრავით ვრანგლერის შეძენისგან. მისით ქალაქში წვა 14 litrში ადგეს. თუ ამ პრობლემებს არ ჩავთვლით, ჰიბრიდული ვრანგლერი საკმაოდ კარგი გამოვიდა. გამძლე ჰიბრიდულ სისტემასთან ერთად წყვილშია ლითიუმის ელემენტები, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ ეს წყვილი ერთგულად დიდხანს მოგემსახურება. ჰიბრიდული ვრანგლერის წვა ქალაქში 8 litrში ადგეს. ყველაზე გავრცელებული ძრავი ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი 3 და 6 ატმოსფერული ბენზინის ძრავია. ამ ძრავზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ Grand Cherokee-ის ვიდეოში. ამ ძრავს აქვს გამოხატული წყლის პომპის პრობლემა. ამასთან ერთად მისი მუშაობის ტემპერატურის გამო აქვს ძრავის გაგრილების პრობლემებიც. ამ ძრავის ჯაჭვის რესურსი კი 300,000 კილომეტრში ადგეს. 3 და 6 ძრავით ვრანგლერის წვა ქალაქში 18 litrში ადგეს. 2018 წლამდე ევროპაში ყველაზე გავრცელებული ვრანგლერი 2.8 ტურბო დიზელის ძრავით. ეს ძრავი საოცრად გამძლე და უპრობლემოა. განსაკუთრებით კარგია ოფროუდისთვის. მისი ძრავის ჯაჭვის რესურსი მინიმუმ 400,000 კილომეტრია. წვა კი ქალაქში 13 litrში ადგეს. 2021 წლიდან 2.8 ძრავი ჩაანაცვლა კარგად გამოცდილმა და დამუშავებულმა 3.0 ტურბო დიზელის ძრავმა. ამ ძრავსაც მისი წინამორბედისავით არანაირი პრობლემები არ აწუხებს და ძალიან გამძლეა. ერთადერთი ამ ძრავის სისუსტე მისი AdBlue სისტემაა. ის ხშირად ურევს და საჭიროებს კალიბრაციას, რადგან ვერ აღიქვავს რა რაოდენობა AdBlue-ა ავტომობილში. საბოლოო პრობლემის მოგვარება კი მისი გაუქმება. ამ ძრავით ვრანგლერის წვა ქალაქში 13 litrში ადგეს.
2021 წლიდან ჯიპში გააკეთეს ის, რასაც მათგან არავინ ელოდა. ვრანგლერში ჩააყენეს 6.4 ბენზინის ატმოსფერული ძრავი. ეს ოფროუდის მონსტრი უკვე დრაგის მონსტრიც გახდა. ესეთი ვრანგლერი გაძლევთ სრულ სიამოვნებას მართვისას, როგორც გზაზე, ასევე უგზოობაზეც. ამ ყველაფერთან ერთად კი ეს ძრავი საოცრად გამძლეა. მას არანაირი სისუსტე არ აქვს და შექმნილია მხოლოდ თქვენი სიამოვნებისთვის. 6 და 4 ძრავით ვრანგლერის ძრავა ქალაქში 23 ლიტრ შეადგენს. მოდით გავაკეთოთ დასკვნა. თუ თქვენ ეძებთ ავტომობილს off-road-ზე გასართობად, მაშინ ვრანგლერი საუკეთესო არჩევანია. TL Group უწევს რეკომენდაციას Jeep Wranglers 2013 წლიდან ნებისმიერი ძრავით გარდა 2.0 ტურბო ბენზინის ძრავისა. ეხლა უკვე ავტომობილები შეგიძლიათ TL Group წერტილი-G-ზე დაათვალიეროთ. ამერიკიდან, კორეიდან და ჩინეთიდან. ამერიკაზე დაჭერისას თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ შეარჩიოთ ავტომობილები ამერიკის აუქციონებზე. ასევე აქვე გაქვთ ტრანსპორტირების ფასები ამერიკის ყველა ლოკაციიდან. თქვენ წინასწარ იცით რა დაგიჯდება ტრანსპორტირების ფასი თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილზე. აქ ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალეა. კორეაზე დაჭერისას თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი უამრავი დაუზიანებელი ავტომობილი. ხოლო ტრანსპორტირების კალკულატორის მეშვეობით შეგიძლიათ გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე, ყველანაირი ზედმეტი დანამატის და გზაში გაძვირების გარეშე. ავტომობილის შერჩევის შემდეგ დაუკავშირდით ჩვენი მენეჯერებიდან ერთ-ერთ მითითებულ ნომერზე. თქვენ 3 ავტომობილის შემოწმება გექნებათ სრულიად უფასო და რა თქმა უნდა გარანტია გარბენზე. ჩინეთზე დაჭერისას თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ ახალი ჩინური ელექტროავტომობილების კატალოგი და ასევე გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე. მეორადი ვერსიების სანახავად კი დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერებს. TL Group-ი არ არის უბრალო ავტოიმპორტიორი კომპანია. ჩვენ გირჩევთ, რომელი ავტომობილია საუკეთესო თქვენს ბიუჯეტში და რომელი ძრავით. თუ ავტომობილი დაზიანებულია, ჩვენ მაქსიმალური სიზუსტით გითვლით შეკეთების ხარჯებს. ასევე შეგიძლიათ დაზიანებული ავტომობილი ჩაგვაბაროთ და უმოკლეს დროში მას შეკეთებულს დაგიბრუნებთ. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გრძელვადიანი ლიზინგის საუკეთესო პირობებით. ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ყველაზე სანდო კომპანიის სახელს საქართველოში. ოცნებები ხდება ჩვენთან ერთად. TL Group-ი